დღეს ვისაუბრებთ, რატომ ჩნდება გულის წასვლის შეგრძნება უეცრად, მაშინ როცა თითქოს რაიმე კონკრეტული მიზეზი არ არის. ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია, ტესტებშიც ყველაფერი ნორმაშია და მაინც შეიძლება კონდეს გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლის ეპიზოდი. რა არის ამის მიზეზი, როგორ ვუმკურნალოთ და როგორ მოახდინოთ პრევენცია, რომ არ გაჩნდეს ახლიდან. ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია ესეთი ეპიზოდი. განსაკუთრებით ქალებს და სხვადასხვა კვლევების მიხედვით თითქმის ყოველ მესამე ქალს ქონია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ან განმეორებითად ესეთი ეპიზოდი. და ყველაფერი იწყება ისე, რომ ადამიანი უმეტესად დიდხანს დგას, მერე უეცრად აქვს შეგრძნება, რომ ძალა აღარ აქვს ფეხებში, თავბრუსხვევის შეგრძნება, ზოგჯერ შეიძლება ყურებში კონდეს შუილივით, მერე შეიძლება თითქოს ვეღარ ხედავდეს, ან თვალებში დაუბნელდეს და აქვს შეგრძნება, რომ ეხლა გული წაუვა. და უმეტესად ესეთ დროს ადამიანებს არ მისდით გული, მაგრამ ეს შეგრძნება ძალიან ძლიერია და უბრალოდ განა არასასიამოვნოა, არამედ თითქოს ხმების შორიდან გესმის, თითქოს შეიძლება კონდეს შეგრძნება, რომ კარგად ვეღარ ხედავ, ფეხებში უცებ უძლურებას გრძნობ და შეიძლება ადამიანი კედელს მიეყრნოს და იფიქრობდეს, რომ ეხლა გული წამივა, ან რაღაცა ძალიან სერიოზული მჭირს, რადგან ეს ყველაფერი იწვევს ძლიერი შიშის განცდას და სახეზე ფერი ეკარგება მერე ადამიანს და წნევას თუ გაიზომავს, ამ დროს წნევა დაბალია. თუმცა, რამდენიმე წუთში დასვენების მერე ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, უბრუნდება ფერიც, მხედველობაც უმჯობესდება და ჯამში ადამიანი ისევ უბრუნდება ჯამრთელ მდგომარეობას. ამ მდგომარეობას ეწოდება ვაზოვაგალური პრესინკოპე. ან სინკოპე, ან თუ გული წაუვიდა ადამიანს, მაშინ სინკოპე ქვია, თუ გული არ წაუვიდა, პრესინკოპე. სხვადასხვა ბევრი მიზეზი აქვს და ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია, რატომ უნდა იყოს ესე. მაგრამ ჯერ ვთქვათ, უმეტესად რა პროვოცირებს და მერე ვთქვათ, რატომ ხდება. ყველაზე ხშირი მიზეზი არის ხანგრძლივი დგომა. ხანგრძლივი დგომის დროს ფეხებში მიდის სისხლი და მუცეში და ქვედა ნაწილში, მოკლედ გრავიტაციის ძალით მიდის ქვედა ნაწილში სისხლი. და ეგ არის ხოლმე წნევის დავარდნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირი მიზეზი და თავისთვის ნაკლები სისხლი მიეწოდება და ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ გული უნდა წაუვიდეს. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის დახუთული გარემო. მაშინ როც განსაკუთრებით თუ გარშემო სითბოა და სიცხეა, ეს სიცხე აფართოებს სისხლძარღვებს და ზედმეტად გაფართოებული სისხლძარღვები იწვევს ხოლმე გულის წასვლის შეგრძნებას და შეიძლება იყოს ცხელი შხაპი, ან ზაფხულის სიცხე, ან დახუთული ოთახი, ან გაჭედილი ტრანსპორტი. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის გაუწყლოება. გაუწყლოება ნიშნავს, რომ ადამიანი სისხლის მოცულობას კარგავს, ანუ თუ კი ნაკლებ სითხეს იღებ, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ასევე შიმშილი და კვების გამოტოვება, ან სისხლის დანახვა, შიში, შფოთვა, სტრესი, ნემსი, შეიძლება სისხლის აღება, ან ძლიერი ტკივილი, ან ძლიერი ემოციური შოკი, ან უბრალოდ შიში. ზოგჯერ ხდება ხოლმე კიდე აი ფიზიკური დატვირთვის უეცარი შეწყვეტისას, ესეც შესაძლებელია. ხო, კიდე სხვადასხვა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად პრემენსტრუალური სინდრომის დროს, ან მენსტრუაციის დროს, ხომ სისხლი იკარგება, სისხლის მოცულობა შეიძლება შემცირდეს. ეს არა, რა თქმა უნდა, ესეთი მნიშვნელოვანი დანაკარგი სისხლის, მაგრამ მაინც ქალების დიდ ნაწილს აქვს ასევე ანემიაც და როცა კომბინირებულად ემთხვევა ეს სიმპტომები, თან ესტროგენების დაქვეითება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და ეგ დამატებით ხელს უწყობს და შემდეგ ეს ეპიზოდები, გულის წასვლის შეგრძნების ეპიზოდები უფრო ხშირია. და ახლა ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამე. რატომ მაგალითად ადამიანი იკითხავს, რომ რატომ აი სხვას რატო არ ემართება მაშინ ესე, ანუ თუ ეს არ არის ისეთი განსაკუთრებული მოვლენა, სხვას რატომ არ ემართება, რატომ ემართება მე. ახლა რაშია საქმე და რა ხდება. მაგალითად, ადამიანი დგას დიდხანს ფეხზე. სისხლი წავიდა ქვედა კიდურებში, ანუ წავიდა ფეხებისკენ, წავიდა მუცლისკენ და ნაკლები სისხლი მიდის თავის ტვინში. ამას თავის ტვინი გრძნობს, რა თქმა უნდა, და აგზავნის სიგნალებს, რომ გული გააქტიურდეს, გულმა უფრო აქტიურად დაიწყოს მუშაობა, რომ სისხლი წამოვიდეს ისევ ზევით. გული მუშაობს როგორც სტუმბო. როცა აქტიურდება ამ დროს გული და გულს ხვდება რა, ვინაიდან სისხლის დიდი რაოდენობა არის ფეხებისკენ წასული, გულისკენ არის ნაკლები სისხლი. გული იკუმშება ძლიერად, იმიტომ რომ
ან ნაკლები სისხლი აქვს, ნაკლებ სისხლს გადატუმბავს, იკუმშება ძლიერად და აი აქ ხდება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეცდომა. აღიქვავს ცრუდ, აი ეს ამ ძლიერ შეკუმშვას და გულის კუნთის დაჭიმვას აღიქვავს როგორც მაღალ წნევად და თავის ტვინში აგზავნის ცრუ სიგნალს, რომ წნევა არის მომატებული და ჭირდება წნევის დაქვეითება. ამას მოყვება პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია, ან ვაგუსის აქტივაცია, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს, გულის რიტმს ამცირებს და გულის რიტმიც მცირდება, წნევაც მცირდება და პირიქით იმის ნაცვლად, რომ მეტი სისხლი წასულიყო, თავის ტვინში მიდის ნაკლები სისხლი და შედეგად ადამიანს აქვს გულის წასვლის შეგრძნება. ანუ რეალურად ეს არის პატარა შეცდომა, რომელიც ხდება არასწორი სიგნალის გაგზავნის შედეგად გულიდან ტვინისკენ, რომ გონია იმ მომენტში გულს, რომ მაღალი წნევა, სინამდვილეში არის დაბალი წნევა და აი ეგ სხვაობა აძლევს რეალურად ასეთ შედეგს. და რომ გაიზომოს ამ დროს ადამიანმა წნევა, ნახავს, რომ წნევა უმეტესად დაქვეითებულია, გულისცემაც დაქვეითებულია, მაგრამ რამდენიმე წუთში, 3 წუთში, 4 წუთში ან 5 წუთში გულისცემაც აღდგება და წნევაც აღდგება. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა თვითონ გულში არ არის, პრობლემა იმ მომენტალურ შეცდომაშია, რომელიც ხდება და ეს არ ნიშნავს, რომ გული ჯანმრთელი არ არის. ხშირად ადამიანები მე ამას კითხულობენ, ანუ გულს ჭირს რამე? არა, გულს არაფერი არ ჭირს. ან ტვინს ჭირს რამე? არა, არც მაგას არ ჭირს, უბრალოდ პატარა ფიზიოლოგიური შეცდომა ხდება მაგ დროს, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, რომელიც რაღაც დონეზე თავიდან აცილება შეგვიძლია კიდევაც. და მე რა ხდება, რომ როცა ადამიანს ეს გულის წასვლის შეგრძნება აქვს, ამას ემატება ის, რომ მე უკვე შიში აქვს, ან მე უჩნდება შიში, რომ კიდე ესე არ განმეორდეს და შფოთვა ემატება მე ამას. ანუ სინამდვილეში ამ ფიზიოლოგიურ შეცდომას, რომელიც გულის წასვლის შეგრძნებას იწვევს, დამატებით ემატება შფოთვა და მე შფოთვამ დამატებით კიდევ ესეთი ეპიზოდი შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ უი ეხლა ესე არ დამემართოს და შეიძლება გარეთ გასვლაზეც უარი თქვას ადამიანმა და ჩაიკეტოს მერე სახლში, რაც არ არის სწორი. ეს არ არის უბრალოდ შფოთვა, მე ადამიანს ნამდვილად აქვს აი ეს ვაზოვაგალური რეაქცია და ეს იცის, რომ ესეა და თუ ადამიანი ეტყვის, რომ იცი რა შენ უბრალოდ შფოთავ, ის იტყვის, რომ რას შფოთავ, ხო ხედავ რა სიმპტომები მქონდა. და რა მოხდება თუ მაგალითად მე აი ქუჩაში ცუდად გავხდები, ან რა მოხდება თუ მარტო ვიქნები, რა მოხდება თუ თქვა წავიქცევი და ვერავინ ვერ დამეხმარება, ესეთი შიშები აქვს ადამიანს და მე შეიძლება სახლში ჩაიკეტოს შედეგად, რაც არ არის სწორი გამოსავალი, გამოსავლებზეც ვისაუბრებთ. ანუ ტრიგერი მრავალი რამე შეიძლება იყოს, განსაკუთრებით ყველაზე ხშირი არის ხოლმე დიდხანს დგომა. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ არის ამოცნობა, როცა ესეთი ეპიზოდი მოდის, იმიტომ რომ თუ დროზე ამოიცნობ, დროზე შეგიძლია მიიღო ზომები. პირველი ნიშნები შეიძლება იყოს რაღაცნაირი სითბოს ტალღა სხეულში, ან თავბრუსხვევა, ან გაფითრება, ან ცივიოფლი, ან თითქოს მხედველობის შევიწროება, დაბინდვა, ან თითქოს ყურებში ხმაური, ან ფეხებში სისუსტე და დაახლოებით 20 წამით ადრე იწყება სადღაც ეს სიმპტომები და ადამიანს შეიძლება გაუშვეს კითხვა, რომ და ფიქრი რა, რომ ეხლა მაგათ აი ხა როგორ ჩამოვიждე, ან ხალხის წინ როგორ დავждე, ან უხერხულობით განცდა და ეს კიდევ აუარესებს მდგომარეობას. ანუ ამ დროს, როცა ამ სისუსტეს გრძნობ, შენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ ფეხზე დარჩენ და შენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ შენს თავს შეებრძოლო. ამ დროს პირველი რაც უნდა გააკეთო. თუ არის შესაძლებლობა, უბრალოდ უნდა დაწვე. ანუ წამოწვე. ეგ არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, რომ თავის ტვინსკენ წავიდეს სისხლი და ჩვეულებრივ აღდგება ყველაფერი, ჩვეულებრივ იქნება ადამიანი კარგად. ანუ ეგ არის ყველაზე სწორი მანევრი, რისი გაკეთება შეუძლია. ზოგჯერ არის, როცა არ არის საშუალება, რომ მაგალითად წამოწვა ესეთ დროს, ამ დროს ან უნდა დაждდე, ან უნდა ჩაიცუცქო. ეგ არის ეს ორივე შემთხვევა შეუძლია წნევის გაზრდა, ორივე შემთხვევის დროს თავის ტვინში უკეთესად მივა სისხლი და ადამიანი იგრძნობს თავს უკეთესად. ამ დროს ვაზოვაგალური სინკოპეს დროს ადამიანმა რომც დაკარგოს, გონება როგორც წესი ის არის წამიერი და დაწოლის შედეგად ისე ჩვეულებრივ მოდის ხოლმე გონს. ეს არ არის კრუნჩხვა, ეს არ არის ეპილეფსია, ეს არ არის რაიმე ისეთი სხვა მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. არა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს ადამიანმა გულის წასვლის ეპიზოდის პირიქით, თუ ესეთი იქნება.
მაგრამ ამ ვაზოვაგალურ სინკოპეს, ამ პრესინკოპეს აქვს თავისი სახასიათო სურათი და თავისი ბუნებით არის უნებელი. ამ ეპიზოდის მერე რამდენიმე წუთში წნევა ისევ სტაბილურდება, მაგრამ ადამიანი მაინც გრძნობს ძლიერ დაღლილობას, ზოგჯერ გულისრევას, ზოგჯერ კანკალს, ზოგჯერ თავის ტკივილს, ზოგჯერ სიცივეს, ზოგჯერ ემოციურ დაღლას, სისუსტეს და ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი. არ არის სასურველი, რომ უცებ წამოხდეს ადამიანი ამ დროს დაუყოვნებლივ, დაისვენოს, დაჯდეს, ეგ საუკეთესო გამოსავალია რამდენიმე ხანი. შემდეგ რა თქმა უნდა შეუძლია გააგრძელოს ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობაც და ჩვეულებრივ სიცოცხლეც. ახლა როგორ ვსვავთ დიაგნოზს? დიაგნოზის დასმისთვის არის მთავარი ნიშნები, ანუ სიმპტომები და ნიშნების მიმდევრობა არის ძალიან მთავარი. რა პოზიციაში იყო ადამიანი მაგ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი ხანი იდგა, ცხელოდა თუ არა გარშემო, რამე შიში ხომ არ განუცდია, რა იყო პირველი სიმპტომი, გაფითრდა თუ არა, დაიწყო თუ არა ან გულისრევის შეგრძნება ან ოფლიანობა, რამდენ ხანში გაუვიდა, დაწოლამ გაუმჯობესა თუ არა მდგომარეობა. აუცილებელია რა თქმა უნდა ამ დროს წნევის გაზომვა, ასევე რა თქმა უნდა გამოირიცხოს სხვა გულის მდგომარეობა, მაგრამ როგორც წესი ესეთ დროს ადამიანის გული ნორმაშია ხოლმე, ელექტროკარდიოგრამაზეც როგორც წესი არაფერი არ არის ხოლმე, ყველაფერი ნორმაშია. შეიძლება დამატებით რა თქმა უნდა როლი ითამაშოს ანემიამ. დამატებით როლი შეიძლება გაკეთდეს ფერიტინის ანალიზი რკინაზე, ეს შესაძლებელია. თუ მაგალითად ადამიანს დიაბეტის პრობლემები და ესეთი აქვს, შეიძლება გლუკოზა და ესეთი ტესტები გაკეთდეს, მაგრამ როგორც წესი ეს არის ხოლმე სუფთად აი ის ფიზიოლოგიური შეცდომა, რაზეც გესაუბრეთ, ტვინში არასწორი სიგნალის გაგზავნა და დროებით სისხლძარღვების გაფართოება და წნევის დავარნის ეპიზოდი. თუ ამ ეპიზოდს წინ უძღოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გულის ფრიალის შეგრძნება, მაშინ შესაძლოა გახდეს საჭირო ჰოლტერის მონიტორზე შემოწმება, მაგრამ თუ კი ეს უეცრად ხდება და მოულოდნელად როგორც წესი ეს არითმიის გამო არ არის. ახლა რა არის მკურნალობა ამ დროს? პირველი არის რომ უნდა წამოწვა და ფეხები ოდნავ მაღლა უნდა აწიო. თუ დაწოლა შეუძლებელია, მაშინ ან და ჩაიცოცხლო, ჩაიკუზო, ან მყარად უნდა დაჯდე, ფეხები უნდა დაჭიმო, დუნდულოების კუნთების უნდა დაჭიმო მაქსიმალურად, კარგი იქნება რომ გადააჯვარედინო ფეხები, გადაადგილდე გრილ გარემოში შედარებით და იმ მომენტში არ უნდა ცადო სიარული, ის რამდენიმე წუთი. ხო, არ უნდა შევიდეს ადამიანი ცხელი შხაპის ქვეშ ეგეთ დროს. დაჯექი, დაელოდე ან წამოწექი თუ არის შესაძლებლობა. ეხლა სამ განვითარდება რის გაკეთება შეგვიძლია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სითხე, 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღო. მარილი, თუ ჯამრთელი ადამიანი წნევა არ აწუხებს, ზოგადად შესაძლებელია რომ ცოტა მეტი მარილი მიიღოს, მარილიანი ჭამოს ან მარილიანი წყალი დალიოს ცოტა იმისთვის რომ სისხლის მოცულობა გაიზარდოს. ხო, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ადამიანს, ვინც მაღალი წნევის მატარებელია ზოგადად. ეს ეხება იმ ადამიანს, ვისაც მაღალი წნევა არ აქვს და ვინც ჯამრთელია მაგ შემთხვევაში და როგორც წესი ეს შემთხვევები როგორც წესი მაღალი წნევებს არ ემართებათ ხოლმე, პირიქით ემართებათ ჯამრთელ ადამიანებს, ვისაც პირიქით ნორმალური და ქვედა ზღვართან მიახლოებული წნევის მატარებელი ვინც არის. რეგულარული კვება მნიშვნელოვანია ესეთ დროს, რა თქმა უნდა, კვება უნდა იყოს დაბალანსებული. ხო, ცხელი შხაპი არ არის სასურველი, ჯობია რომ შედარებით ოდნავ ნელთბილი ან გრილი იყოს ხოლმე შხაპი, თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მაშინ თუ შხაპის მიღების დროს ეწყება ხოლმე ადამიანს ეს თავბრუსხვევის შეგრძნება, ცხელმა შხაპმა შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ფეხების დაჭიმას, თუ ესეთი შეგრძნება ვითარდება, კუნთების გამყარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ვარჯიშს, რომ ფეხის კუნთები კარგად იყოს განვითარებული. თუ ადამიანს დამატებით აქვს რკინა დეფიციტური ანემია, მაშინ რკინის მიღება არის გამოსავალი. როგორც წესი, რაიმე სპეციფიური წამალი ამ დროს არ არის საჭირო, თუმცა არსებობს წამლებიც, მაგალითად მიდოდრინი, რომელიც ააქტიურებს ალფა-1 ადრენორეცეპტორებს და ავიწროებს სისხლძარღვებს, მაგრამ როგორც წესი საჭირო არ არის.
ოღონდ თუ კი ამ პრეპარატს იღებს ადამიანი, ყურადღება არის მისაქცევ, შეიძლება ამ წნევა აუწიოს განსაკუთრებით როცა დაწვევა, ამიტომ არ შეიძლება რომ თუ კი ესეთ პრეპარატს იღებს ადამიანი დაწოლილ მდგომარეობაში იყოს 4 საათით ადრე მაინც უნდა მიიღოს, ან დაწოლამდე დიდი შუალედი უნდა იყოს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გამოიწვევს პირიქით მაღალი წნევა. ზოგ შემთხვევაში ფლუდროკორტიზონი არის ხოლმე გამოსავალი, რომელიც ზრდის თირკმელებში ნატრიუმის და წყლის შეკავება, შედეგად სისხლის მოცულობა იზრდება და მაგრამ მაგან შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, შეიძლება განსაკუთრებით ჰიპერტენზია, წნევა მოუმატოს ადამიანს, შეშუპება თავის ტკივილები, სითხის შეკავება ორგანიზმში, ამიტომ პრეპარატების მიღება ეგეთ დროს არ მიიჩნევა სწორად და არ მიიჩნევა კარგ ვარიანტად. სეროტონის უკუმიტაციების ინჰიბიტორები, ანუ ანტიდეპრესანტები, მაგალითად სერტრლაინი, ინიშნება მაშინ თუ ასოცირებულია შფოთვასთანაც და შფოთვა თუ არის წამყვანი. მაგ შემთხვევაში, თუმცა თუ ადამიანს სუფთა ვაზოვაგალური პრესინკოპი აქვს, მაშინ როგორც წესი, ცალკე მედიკამენტური მკურნალობა მას არ სჭირდება. და ბოლოს, როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს არ არის უბრალოდ ვაზოვაგალური პრესინკოპე, თუ კი ვითარდება ვარჯიშის დროს, თუ კი იწყება წოლისას ან ძილში, თუ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იწყება, თუ კი წინ უძღვის უეცარი ძალიან ძლიერი გულის ფრიალი, თუ თან ახლავს გულმკერდის არეში ტკივილი, ეგ უმეტესად ასაკონებს ეხება. ძალიან იშვიათია, რომ აი შედარებით ახალგაზრდა ასაკში ეგეთი სიმპტომები ქონდეს და მერე პრესინკოპე დაემართოს, უმეტესად ეს უფრო ასაკონებს ეხება ხოლმე, როცა ახლავს სუნთქვის გაძნელებაც, ადამიანს აქვს გულის დაავადება და უკვე იცის როგორც წესი ამ გულის დაავადების შესახებ ელექტროკარდიოგრამას უმეტესად არ არის ხოლმე ნორმალური და იცის ამის შესახებ, როგორც წესი არითმიები აქვთ ხოლმე ეგეთ ადამიანებს ისედაც იციან ხოლმე ასეთმა ადამიანებმა არითმიების არსებობის შესახებ. ბოლოს, ეს ვაზოვაგალური პრესინკოპე ყველაზე საშიში ნაწილი ხშირად თვითონ ეს სისუსტე არ არის. ყველაზე საშიში ის არის, რომ ადამიანი კარგავს რწმენას საკუთარი თავის, აღარ ენდობა საკუთარ თავს, რომ გავიდეს ქუჩაში, დარჩეს მარტო და აქვს შიში. და ეს არის რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის. სინამდვილეში ამ ყველაფრის გააზრება, კონტრწნევის მანევრების ჩატარება, სათანადო კვება, სათანადო სითხის მიღება და მარილის მიღება, თუ კი მაღალი წნევა არ აქვს ადამიანს. ეს არის გამოსავალი, ეს არის მკურნალობა და პრესინკოპე ესეთ დროს დამარცხდება სრულად. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ეს დაეხმარება არხის განვითარებას. მადლობა ინტერესისთვის.